ქალბატონმა დამიწერა კომენტარი ზეითუნის ზეთზე. რას ამბობ 50 ლარი ღირს, რამდენი ლიტრის შეძენას შეძლებ თვეში, ეხლა შენ ამიხსენიო და ავუხსნი ქალბატონსაც და ბარემ სხვასაც. ზეითუნის ზეთი არ არის ძვირი, თავარია იცოდე როგორ გამოიყენო. დაბალანსებული კვების დროს ვიყენებთ ჯანსაღ ცხიმებს და ერთ-ერთი ჯანსაღი ცხიმი არის ზეითუნის ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი დაწურვით. ასეთი ზეთი გამოიყენება დღეში ერთხელ და ისიც მოსხმული სალათებზე. შესაძლოა ზეთს არ ვიყენებთ, ყველაფერს წვავთ უცხიმოდ. საბედნიეროდ არსებობს დღეს ასეთი ტაფები, რომელიც ზეთს არ საჭიროებს და ასევე გრილი. შესაბამისად ვწვავთ ყველაფერს უცხიმოდ. კვერცხსაც ხახვში, თევსაც, ხორცსაც და ასევე მეორე ვარიანტია მოხარშვა. ანუ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ ნებისმიერი პროდუქტისგან. ორგანიზმს არაფერში არ სჭირდება ამდენი უსარგებლო ცხიმი. და გამომდინარე იქედან, რომ დღეში მხოლოდ 1 სუფრის ყოვს ზეითუნს მოვიხმართ, 1 ლიტრი ზეითუნი ყოფნის 2 თვე. ასე რომ, ზეითუნის ზეთი არ არის ძვირი. თავარია იცოდე რომელი იყიდო და როგორ გამოიყენო. ხოლო ძვირია იმ შედეგების მკურნალობა, რომელსაც არასწორი კვება იწვევს და ამდენი რაფინირებული უსარგებლო ზეთის მიღება. შემდეგ ვიდეოში გეტყვი, რას იწვევს უხარისხო და უსარგებლო ზეთი.